ტაძარში უნდა მივიდეთ, ტაძარში უნდა ვიაროთ. ეს არის სრულიად უკამათო. ეს არის სრულიად ცხადი და აშკარა, რომ აუცილებლად ადამიანმა ტაძარში უნდა იაროს. რაც უნდა დავიმახსოვროთ დღევანდელი დღესასწაულიდან. მეორე, რაც მინდა, რასაც მინდა დღეს ხაზი გაუსვა, რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, რატო არის რომ ჩვენ ამ ქრისტიანულ დღესასწაულებს ასე ხშირად აღნიშნავთ, ყოველწლიურად და ხანდახან უფრო ხშირად. აი, ტაძრად მიყვანების დღესასწაული ყოველ წელს აღესრულება. რატო? იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ეს უნდა გვახსოვდეს სულ. ეს არის პროცესი, რომ ეს ერთხელ მომხდარი ამბავი კი არ არის, ეს არის დროში მიმდინარე მოვლენა, ღვთისმშობელი ტაძრად მიბრძანდება. და ეს არის ნაწილი ღვთის განგების, ადამიანის გამოხსნის, ღვთის მიერ განგებულების და ესე იგი ნაწილი. ესე იგი ღვთისმშობელი იშვა, ღვთისმშობელი ტაძარში მიდის, ამის შემდეგ იქნება თავარი მოვლენები, ვთქვათ, ხარება, ამის შემდეგ იქნება შობა, შობის დღესასწაულსაც მალე აღნიშნავთ, მაგრამ ეს არის პროცესი. რა არის, რა პროცესია ეს? რას ნიშნავს ადამიანის გამოხსნის განგებულება? რითი დამთავრდება ადამიანის გამოხსნა? სადამდე მიდის ეს პროცესი? საქმე ის არის, რომ თავიდან ეს იყო ესე, რომ და ეს ჩვენთვისაც ადამიანური თვალსაზრისით არის ეს, როდესაც იესო იშვება და ბოლოს როდესაც იგი ჯვარზე გაეკრება და აღესრულება და აღდგება. მაგრამ ამით არ თავდება კაცთა გამოხსნის განგებულება. ჩვენ ველოდებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, აი ამითი დასრულდება მიწერი ცხოვრება. და ჩვენ ველოდებით დღეს მეორედ მოსვლას და აი ეს პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ნელა, შეიძლება ყოველდღიურად, ესე იგი წესით ჩვენ ყოველდღე უნდა ველოდებოდეთ, მაგრამ აი მიმდინარეობს ეს ცხოვრება, მაგრამ ჩვენ მეორეს ხრის სულ ხიზლად უნდა ვიყოთ. აი ღვთისმშობელი უკვე ტაძარში მივიდა. აი ეს მოვლენებიც მალე იქნება, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ, აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა და ეხლა ველოდებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, რომ ჩვენ ვართ მოლოდინში. და ესეთი დღესასწაულების ასე აღნიშნა, აი ეს პროცესი, როდესაც ღვთისმშობელი მაგალითად მიდის ტაძარში და დაემკვიდროს არის სწორედ ამისი შემახსენებელი. და ერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ეს სიფხიზლე, რომ ხიზლად შევეგებოთ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, ერთმა დაგვოცოთ ჩვენთან არს.